მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? შუადღე მშვიდობისა, დღეს ასეთი ვიდეოთი შემოგიერთდებით. დღეს გვექნება იოგურტების დაგემოვნება და აბა დავიწყოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, ბევრი იოგურტი სხვათა შორის არ გამისინჯავს დიდი ხანია. ზოგი საერთოდ არ გამისინჯავს, მეც ძალიან მაინტერესებს. როგორი ხარისხის არის, როგორი გემოსია, ღირს თუ არა საერთოდ შეძენა, ღირს თუ არა საერთოდ ბავშვებისთვის მიცემა და ასე შემდეგ. აბა დავიწყოთ. პირველი დავიწყოთ დაგემოვნება. პირველი იქნება ესეთი იოგურტი. ასეთი მარწყვის. პატარა. აი ასეთი ბრენდი. ეს ალბათ ბავშვებისთვის არის ძალიან პაწუყარი, აი ჩემი თითის ხელა. და ვნახოთ აბა როგორი გემო აქვს. ნამდვილად აქვს მარწყვის გემო თუ არა აქვს. და ღირს თუ არა საერთოდ შეძენა. დღეს ასეთი კოუზი მაქვს. ძალიან სახალისო, ძალიან მიყვარს. აბა გავსინჯოთ. საინტერესოა ძალიან. რა ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი აქვს მარწყვის გემო, არა აქვს ძალიან მარწყვის გემო, უფრო მჟავე გემო აქვს, რა თქმა უნდა იოგურტი არის და მჟავეც უნდა იყოს, მაგრამ მარწყვის გემო ნაკლებად აქვს. რა ვიცი, უფრო მაწვნის გემო აქვს ვიდრე იოგურტის. აი ასეთი შეფასებას მივცემდი ამ იოგურტს. მე მაგალითად დავუწერ, რა ვიცი, 5 ქულას დავუწერ ამას. 10 და 7 და 8 და 100 ვერ დავუწერ, იმიტომ რომ მარწყვის გემო ძალიან ცოტა არის აქ. აბა გავაგრძელოთ, იგივე ბრენდია. ოღონდ ანანასის გემოთი. ნახოთ აბა აქვს თუ არა ანანასის გემო ამას. იმას მარწყვის გემო არ აქვს და ამას არ ვიცი. იმედია ექნება. ვნახოთ. მე მგონი ანანასები ყრია. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. თუ ანანასების კუბიკები არის შიგნით, ძალიან სასიამოვნო იქნება. აბა ვნახოთ. ანანასის კუბიკები ყრია მეგობრებო. აი ხრაშუნიც თუ გესმით. ხრაშუნიც თუ გაიგონეთ, ანანასის გემო ნამდვილად აქვს კი არა და ანანასი ყრია და აქ რატო არ ყრია მარწყვები, არ ვიცი, შეიძლება ყრია. დავლა, მაგრამ მარწყვის გემო ნაკლებად აქვს. ამას მჟავე გემო აქვს, რა თქმა უნდა, ანანასიც მჟავი არის. გემრიელი არის სხვათა შორის, საშუალოდ ტკბილი არის. ამას ძალიან სიტკბო არ ჰქონდა სხვათა შორის ისეთი, რომ რა ვიცი, საერთოდ ტკბილიც არ იყო. რატო არ ვიცი, არა და ერთი და იგივე ბრენდი არის ეს, ერთი და იგივე იოგურტი არის, მაგრამ სხვადასხვა გემოთი. მოკლედ, მე ამას შევიძენდი, იმიტომ რომ ნამდვილი ანანასები არის, შიგნით კუბიკები არის ხილის და ნამდვილად ღირს ამის ყიდვა. ამას დაუწერდი რაღა ნამდვილი ხილი ყრია 8 ქულას. აი ასე 8 ქულიანი ეს იოგურტი, ეს 5 ქულიანი მარწყვისა, რა ვიცი, მე არ მომეწონა. შეიძლება ვინმეს მოეწონოს, მაგრამ მე არ მომეწონა. ამას არ ვიყიდიდი. ამას ვიყიდიდი კიდევ. აბა გავაგრძელოთ. გადავიდეთ ასეთ, ეს გადავდოთ გვერდზე მეგობრებო, ასე. ხო, გავაგრძელოთ. ეს არის ასეთი დესერტის იოგურტი. ადრე სხვათა შორის მაქვს ნაყიდნი, როგორც იცით, ჩემი ტირამისუს სიყვარული, ტირამისუს ნამცხვრის გემოთი სხვათა შორის. ესეთი ამორე არის. ამორე სიყვარული არის, მე მგონი.
თუ არ ვსწევი. ნუ მოკლედ, აბა გავაგრძელოთ. გავხსნათ ეხა ეს ჩვენი ამორე. და ეს როგორ იხსნება? ხო, აი ასე გავხსნათ, ეს უნდა იყოს მარწყვის და ხო, ჩიზკეიკის გემოთი, აი ქართულადაც აწერია. ასეთი სანტეს იოგურტი ყოფილა, სანტეს იოგურტი არის. აბა ნახოთ ჩვენი ამორე. ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა სანტეს პროდუქციაც. აბა ნახოთ ქართული ამორე. აბა ნახოთ ასეთი თუ აქვს ნამდვილად ჩიზკეიკის გემო ამ იოგურტს და ღირს თუ არა შეძენა საერთოდ. აბა ნახოთ. სხვათა შორის მარწყვის გემო არც ამას არ აქვს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემთვის, მაგრამ აქვს ნამდვილად ჩიზკეიკი ნამცხვრის გემო. ნუ ნამცხვრის, ანუ ვანილის და აბა კიდე გავსინჯავ კარგად. ცოტა მე მგონი. აი ახლა აქვს მარწყვები ყრია შიგნით, ნახეთ. აი მარწყვის ნამცეცები არის. ნამცხვრის გემო ნამდვილად დაკრავს. ძლიერი არა, მაგრამ აქვს. ტკბილი არის საშუალოდ და რა ვიცი, სიმჟავე არა აქვს სხვათა შორის. რა ვიცი, მე მომეწონა, ვისაც ძალიან ტკბილი არ უყვარს და ძალიან მჟავი არ უყვარს იოგურტი. იმათთვის არის ესეთი იოგურტი. დილით ძალიან კარგი არის. ამის მირთმევა ძალიან სასარგებლო არის მგონი. ასეთი იოგურტები, ნუ დიდებისთვის შეიძლება, ბავშვებისთვის არ ვიცი, ხა რამდენად რეკომენდირებულია ასეთი იოგურტი. არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი, საბავშვო არის იოგურტი, ეს არა მგონია საბავშვო იყოს, ეს ნამცხრების და რაღაც. ნუ მოკლედ, აბა გადავიდეთ. ეს არის ასეთი შოკოლადის კაკაოს იოგურტი. ასეთი უცხოური, არ არის ეს ქართული. არ ვიცი, ეს ვისი ეს არის. ნუ მოკლედ ასეთი გარეგნობის არის. მეც მაინტერესებს. აბა ვნახოთ. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. როგორი გემო აქვს ესეც უცხო. როგორ სუფთად არის და რაღაცა სქელია. ეს მე მგონი არის პუდინგი, მეგობრებო. პუდინგი იოგურტი. პუდინგებიც ძალიან მომწოხ. კი, აი ძალიან სქელია. როგორც პუდინგი ისეთი. აი ნახეთ. აბა გავსინჯოთ და ნახოთ რა გემო აქვს. სხვათა შორის აქვს შოკოლადის მარცვლები ყრია შიგნით. ნამდვილად არის უფრო პუდინგი ვიდრე იოგურტი. ეს არ არის იოგურტი, ჩემი აზრია. ეს უფრო პუდინგი არის, ვისაც გიყვართ პუდინგები. იმათთვის არის ეს, არ არის ეს ჩემი აზრით იოგურტი. უგემრიელესი კაკაოს პუდინგი არის, შოკოლადებიც ყრია. საშუალოდ ტკბილია, არ არის ძალიან ტკბილი, ბევრი შაქარი არა აქვს სხვათა შორის. ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. ვისაც სურვილი აქვს, შეიძინეთ. აი ასეთი გემო. აბა გადავიდეთ. ეს არის ახლა ასეთი, ვნახოთ. ეს რაღაცა უცხო. ეს ნამდვილად იოგურტი უნდა, ესეც მე მგონი ჩიზკეიკია. ასეთი შოკოლადები, თეთრი შოკოლადები. აი ასე. ეს ცალკე აქვს. ნუ ახლა აღარ გავხსნი ამ შოკოლადებს, ნაკლებად ტკბილი მიყვარს მე პირადად ყველაფერი. თეთრი შოკოლადია, ალბათ ჩვეულებრივ თეთრი შოკოლადის გემო ექნება.
და ძირითადად მაინტერესებს თვითონ ეს იოგურტი. ნახოთ აბა როგორი იქნება. იმედია ესეც პუდინგი არ არის მეგობრებო. ნახოთ ძალიან საინტერესო არის. როგორ ლამაზად შეხედეთ როგორ სუფთად ლამაზად არის ჩასხმული. ეს არის სქელი მასა. ნამდვილად სასიამოვნოდ გამოიყურება. ეს ბრენდი, აბა ვნახოთ როგორი ანანასის გემოთი არის, როგორც ხვდები. აბა ვნახოთ, ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. რა სინაზეა ნახეთ. სინაზე და სილამაზე. ესთეტიკურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. აბა ვნახოთ გემოთი თუ ასე კარგი და ლამაზია. მეგობრებო, ძალიან მშავი არის, მინდა გითხრათ. მე მგონი ეს შეიძლება სულაც იყოსო ლიმნის გემოთი. არ არის ანანასი ეს არის ლიმონი. მე მიყვარს მსგავსი მჟავე მწარე და ლაშე საკვები და პროდუქტი. ეს არის ჩემნაირი ადამიანებისთვის. არ არის საერთოდ სიტყვა დაკრავს, მაგრამ უფრო მჟავი არის. ლიმნის გემო აქვს და არის მე მგონი პუდინგი ესეც. პუდინგი ლიმნის ჩიზკეიკი. რა ვიცი, ვისაც გიყვართ მჟავე პროდუქტი, ეს შოკოლადი ალბათ იმიტომ აქვს, რომ გაანეიტრალოს ის ძალიან მძაფრი ლიმნის და სიმჟავის გემო. ალბათ რომ ესე თეთრი შოკოლადი ჩაყარო და სიტყვა მიეცეს. ჩემი აზრი ეგეთი არის. იმიტომაც მოყვება ასე შოკოლადები. აბა გადავიდეთ. ეხლა ეს არის, რა ვიცი, ვისაც მოგწონს მსგავსი პროდუქტი, პუდინგები, იოგურტები, რა ვიცი, ყველაფერს გადახედეთ, მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველმა მაყურებელმაც მიყუროს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ხართ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. გამოიწერეთ, დალაიქეთ ჩემი ვიდეო, დამიგულეთ, ავიდეთ 1000 გამომწერზე. დავეხმაროთ ჩემს ვიდეოს, რომ ბევრი ყურება ჰქონდეს, ბევრი გამომწერი მყავდეს, მოტივაცია მომეცესო, თქვენთვის ბევრი საინტერესო და კარგი ვიდეოები გადავიღო. დავაგემოვნოთ ბევრი საინტერესო პროდუქტი, უცხო, ნაცნობი და ასე შემდეგ. აბა გავაგრძელოთ ახლა. ეს არის რაღაც ესეც ნახეთ როგორი თეთრი რაღაცა. კამფეტები ვიტყრი აქ. ეს არ არის შოკოლადი მგონი. ნახეთ როგორი ლამაზი შეფუთვით. ესეც არ არის ქართული, ეს არის უცხოური. ალბათ ესეც არის რაღაც ნამცხვრის ჩიზკეიკის ანამე მსგავსი გემოთი, ოღონდ მარწყვის. ამასაც არ გავხსნი, რა თქმა უნდა, რომ არ დაატკბილოს ჩემთვის პირადად. აბა ვნახოთ. ესეც როგორ სუფთად და ლამაზად არის. მეგობრებო, რასაც ასეთი პროდუქტი მე ძალიან მომწონს და მიყვარს და ასე სუფთად და ლამაზად რო არის, ძალიან სასიამოვნო არის, მინდა გითხრათ. არც საჩუქრად მოგერიდებათ, არც რა ვიცი, სტუმრისთვის, მეგობრისთვის და ასე შემდეგ. ასეთი პროდუქტის ჩუქება, მირთმევა, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. ვინც მიცნობთ და მიყურებთ, ვინც ჩემთან მოხვალთ, შეგიძლიათ მაჩუქოთ, ძალიან გამიხარდება. ან დამახვედროთ სტუმრად რომ მოვა. ასე. აბა დავიწყეთ, გავსინჯოთ. ესეც ნახეთ როგორი პუდინგის მასა არის, მეგობრებო. მე როგორც ხვდები, აქაც მარწყვის შიგთავსი, ნაწილაკები ყრია. აბა გავსინჯოთ. ესეც მჟავი არის, მეგობრებო. მჟავი არის, მაგრამ
ასეთი ნაზი კრემის, აი ნახეთ, კრემი ხო ახატია. აი ნამცხვარ ტორტს რო აქვს კრემი, თეთრი კრემი, აი რაღაცა ძალიან ჰაეროვანი თეთრი კრემის, ანუ რძის კრემის გემო აქვს და მჟავე მარწყვის გემო. ანუ ნამდვილი მარწყვები ყრია აქ. და ეს ალბათ მე როგორც ხვდები, აი აქ რო ყრია ხუბში დალუქული, ეს იქნება ტკბილი შოკოლადი, ანამე კანფეტი, რომ ეს დაატკბოს, ვისაც ტკბილი უყვარს, მე როგორც ხვდები. ასე რომ ძალიან გემრიელი პროდუქტი არის, ძალიან სასიამოვნო. ამ ორ პროდუქტს ჩემგან დაუწერ 10 ქულას, იმიტომ რომ მე მსგავსი გემოს და მსგავსი პროდუქტი ძალიან მომწონს. ამას უწერ და ამას უწერ 10 ქულას, ამას უწერ 9 ქულას, აი შოკოლადის რო იყო მუსი. ამ სიგემრიელეს 10 ქულას. 2-10 ქულა გვაქვს დღეს იოგურტებში და მუსებში. აბა ვნახოთ. ეხა გადავიდეთ მეგობრებო. ეს კოვზი დავდოთ, ჩვენი ლაფატკა კოვზი და გადავიდეთ ასეთ დასალევ იოგურტებზე. აი საწრუპი იოგურტის საწრუპი თან მაქვს. რო თან ამით გავსინჯოთ და აბა დავიწყოთ. აბა ეს როგორი იოგურტი გვაქვს დღეს. ეს არის სანტეს იოგურტი, მალინის, სხვათა შორის დიდი ხანია არ გამისინჯავს მსგავსი იოგურტი და ძალიან მაინტერესებს ისევ ისეთი გემო აქვს თუ არა. ადრე ჩემი ბიჭი პატარა რო იყო, ყოველთვის ყიდულობდი. რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ისევ ისეთი გემო იქნება. აბა გავხსნათ. აბა ვნახოთ. აი ასეთი სითხი არის. ესე ჩავდოთ აქ. მოურიოთ ცოტათი და გავსინჯოთ. უი, როგორი თხელია. რაღაცა ძალიან თხელი არის. ძალიან თხელი არის და რაღაცა წყალწყალა სავით არის, აი გაწყალებული თითქოს. უი, მალინის გემო დაკრავს ნამდვილად. რძის გემოც, მაგრამ ჩემთვის ძალიან, რა ვიცი, იმედგაცრუებული ვარ. ძალიან თხელია. აი ნახეთ მეგობრებო, როგორი თხელია. აი წყალივით. თითქოს რაღაცა გამორეცხეს და ჩაასხეს. დარჩათ რაღაცა და ჩაასხეს შიგნით. ნუ მოკლედ რა ვიცი, ძალიან არ მომეწონა. ვაღიარებ. საშინლად არ მომეწონა. გემოს არაუშავს. მალინის გემო დაკრავს, ცოტა სიმჟავეც აქვს, მაგრამ შაქარიც, რა ვიცი, სიტკბოც ისე რა. ესე. ჩემთვის ნარეცხი უფროა ვიდრე იოგურტი. რა ვიცი, მე არ გეჩევთ აი იმენა აი კონკრეტულ ამ იოგურტს. მე არ მომეწონა მოკლედ. რაც მართალია. გემოვნებაზე არ დაობენ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გასინჯოთ და ნახოთ და დარწმუნდეთ. ამას დაუწერ, აი ხმაც გესმით ალბათ. წყალია ცარიელი მეგობრებო, რა არის ეს ახლა? და ამხელა ფული ღირს, აი რა არის ადამიანების მოტყუება, თქვენ ძალიან სამწუხარო არის და აი არ მეგონა ნამდვილად უკეთეს ველოდებოდი მეგობრებო, რა ვიცი, დასანანია. ამას დაუწერ, აი ვიზუალის და რახან ქართული, ნუ კარგით, იყოს 5 ქულა, რახან გემო აქვს მალინის. ნუ 5 ქულა, იმედგაცრუებაში, აი ასე. აბა გადავიდეთ ჩუდო, სხვათა, უი, როგორი წითელი გული აქვს, მე რომ მიყვარს, აი მეგობრებო, დამიგულეთ, წითელი გულები, მე რომ მიყვარს, გამოიწერეთ ჩემი არხი, დააგულეთ, დალაიქეთ და შემომიერთდით, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ძალიან მესიამოვნება, ძალიან გამიხარდება. აბა გავაგზავნოთ. ეს არის მე როგორც
მივხვდი ხილის ნარჩევი ნაჭრები თო აწერია აი ასეთი ბლის და ალუბლის იოგურტი გემოთი აბა ნახოთ ნამდვილად ესეთი გემო აქვს როგორც არის რეკლამა ასეთი ულამაზესი თუ ამასაც გვატყუებენ ჩუდო აბა როგორ იქნები შენ ნახოთ ეს რაღაცა ცოტა მოსქელო არის რაღაცა აბა ნახოთ აბა ჩუდო აბა გაგვაოცე აი მეგობრებო ეს არის ნამდვილი იოგურტი ეხლა კიდე მოვსვამ ამას იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე პირადად ალუბალი და ზოგადად ბალი აი ასე ძალიან გემრიელი არის როგორც იოგურტი მჟავეც არის როგორც ბოთლის იოგურტი ამისგან განსხვავებით ეს წყალია ცარიელი მეგობრებო რა ვიცი თუ გინდათ შეიძინეთ დარწმუნდებით თქვენ თვითონ მაგრამ არ გირჩევთ ფულს არ გადაყაროთ სისქეც აქვს კარგი სისქეც აქვს სხვათა შორის და რა ვიცი სიმჟავი აქვს ბლის გემო აქვს ყრია ნამდვილად ხილები აი მეორეთაც მოვსვი თუ დამინახეთ ანუ როგორც დამინახეთ მეორეთაც მოვსვი ისეთი გემრიელი იყო ამას აუცილებლად დავლევ ბოლომდე იმიტომ რომ დავთავრდება იმიტომ რომ ძალიან მომწონს და ძალიან გამიხარდა რომ ასეთი გემრიელი გემოები ამ ბოთლებშიც არის და არა მარტო ასეთ შეფუთვაში თუმცა იმედგაცრუება აქაც არის მაგრამ არა უშავს ამას დაუძე 10 ქულას ჩუდო ჩემგან 10 ქულა საშუალოდ ტკბილი მჟავეც ბლებიც ყრია რა ვიცი მეტი რა უნდა გააკეთოს ახლა იოგურტმა სქელიც არის და სასიამოვნო დასალევიც არის აუცილებლად გააციეთ 10 ქულიანი ჩუდო დავსვათ აქ აბა გადავიდეთ თან ესე გავაკეთებ რომ კარგად გაერიოს უი რაღაცა გადმოვიდა მე მგონი ხო ეს არის სოფლის ნობათი არის ბებუა ხატია რჩეული იოგურტი ნედლი რძისგან ეს არის ატმის ზაფხულია სეზონია ატამი ნახოთ იმედია კაია სოფლის ნობათის სხვათა შორის პროდუქტი ძალიან მიყვარს და ხშირად ვყიდულობ რძეს მაწონს რაღაცებს არაჟანს ხაჭო ძალიან მიყვარს და ნახოთ აბა იოგურტიც ისევე გემრიელია თუ სხვა დანარჩენი პროდუქტი ძალიან საინტერესოა მინდა გითხრათ ჩემთვის ნახოთ ისეთი გემრიელი გემო აქვს თუ რამე გააფუჭეს ამათაც აბა ვნახოთ სხვათა შორის ესეთი საკმაოდ თხელია ესეც საინახეთ როგორ ჩამოდის აბა ვნახოთ ახლა გემოთი არა მეგობრებო არ არის ძალიან თხელი არის სხვათა შორის საკმაოდ ეხლა ასარევი იყო ეტყობა მე როგორც ვატყობ ეტყობა მე როგორც შევამჩნიე არის ძალიან საკმაოდ კარგად სხვილი ის მასა არ არის ძალიან თხელი მეგონა რომ თხელი იყო კაი მძიმი არის მაგიტომ ალბათ ხილები ესე ანუ ძალიან არ იმჩნევა რა ვთქვათ მაგრამ რაღაცა ყრია შიგნით აშკარად ტკბილი არის არ არის ძალიან მჟავე და რა ვიცი ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება ასეთი იოგურტი მოდი ამას დავუწეროთ 9 ქულა ჩემგან რა ხამსქელია და ხო სხვათა შორის ძალიან არა აქვს ატმის გემო აი საშუალოდ რა იგრძნობა მაგრამ ძალიან არა ну ეთყობა არ არის ქიმია და იმიტომ თორე ხა ქიმია რო იყოს ძალიან ექნებოდა გემო და ესე იგი კარგია
აბა ნახოთ, ბოლოში პატარა გავსინჯოთ ბოლოში, მოდი. ეს არ ვიცი რა არის. ეს რაღაცა ბრენდი არის, არ არის მგონი ჩვენი, როგორც ვამჩნევ. მანგოს გემოთი, ასეთი იოგურტი. აბა ნახოთ. ძალიან საინტერესო არის, მინდა გითხრათ. აბა გავსინჯოთ. სხვათა შორის მეგობრებო, არის საშუალოდ სქელი, არ არის ძალიან სქელი. როგორც წინა და რა ვიცი. რაღაცა იცი როგორი გემო აქვს? მანგოს გემო კი არა აქვს. აი რაღაცა ხილი რომ აი როგორ ვთქვა, არ მინდა ეხლა ცუდი რამე ვთქვა. რაღაცა ობის გემო აქვს რაღაცა. აი გემო რა, აი სუნი რო აქვს ობის რაღაცას რა. გეგონება გაფუჭებულია, ასეთი გემო აქვს მოკლედ რა. არ ვიცი, ხილს აქვს ასეთი გემო თუ თვითონ რძეს თუ აი რძის გემო აქვს. აი რაღაცა ობის გემო დაკრავს, რაღაც ხილის ობის რა ვიცი, ვერ გავიგე. სიმჟავე საერთოდ არა აქვს. და ტკბილიც რაღაცა საშუალოდ არის. ნუ მოკლედ მე რაღაცა უცნაურად მომეჩვენა. ამას არ მივირთმევ არამც და არამც, რა ვიცი. სხვათა შორის ძვირი ღირდა. აი ქართულადაც აწერია. რა ვიცი. მე დავუწერდი ამას 7 ქულას. ნუ მოკლედ 7 ქულა ჩემგან ამ ბრენდს არ ვიცი. გადავიდეთ ასეთ ჟივოი იოგურტ. ანუ ცოცხალი იოგურტია. აბა ნახოთ. პრობიოტიკერ დარუმენტერ. არ ვიცი ხა ეს უკრაინულია, რუსულია. მე მგონი უფრო უკრაინულია. ნახოთ. აი ასეთი ბრენდი. გავხსნათ. ნახოთ როგორი იქნება ეს იოგურტი. ძალიან საინტერესოა. მარწყვის. აბა ნახოთ. აცა მეგობრებო, საერთოდ არ აქვს. მინდა გითხრათ, მარწყვის გემო ნაკლებად აქვს. სხვათა შორის ამ იოგურტსაც ძალიან სამწუხარო არის, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანი ბოთლი, ლამაზი შეფუთვა, ყველაფერი კარგი, მაგრამ მარწყვის გემო ნაკლებად აქვს. აქვს რძის გემო, ოდნავ მომჟავო, ტკბილი საერთოდ არ არის. რა ვიცი, ჩემი გემოები ასე აღწერს. არ ვიცი, ვიტამინები რო აქვს და ვიტამინების რო არის, ზოგადად ვიტამინები ყველა იოგურტს უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით. აქ აუცილებლად ექნება ყველა იოგურტს, პუდინგს, ნამცხრისაა თუ მარწყვისაა თუ ნესვისაა თუ რა ვიცი, რისიც კიდე იყოს, ვიტამინები ყველა იოგურტში უნდა იყოს. ჩემი აზრი და მოსაზრება ასეთია. თუ მაგის გამო რომ რამე დიეტურია ან რაღაც მსგავსია, იმიტომ არა აქვს ძლიერი ხილის გემო და სიტკბოსი და სიმჟავესი, რა ვიცი, ხა ცარიელი წყალი მოუშვტყარ და დადალიეთ მაშინ ჩემი აზრი ეგეთი არის რა. წყალი ჯობია რაღაცა დანამატებს. ასე რომ ჩემი აზრი ასეთია, ამასაც დაუწერ 7 ქულას ჩემგან. დღეისთვის ბოლო პაჭუკა იოგურტი, ასეთი ლომუკათი ბავშვებისთვის, აი ასეთი საყვარელი ლომი, ესეთი მარწყვის, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა გემოებიც, მაგრამ დღეს ეს გემო მინდოდა დამეგემოვნებინა თქვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარისხილას დააჭირეთ ხელი, ძალიან მარტივად, ლამაზად, შემომიერთდით, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება.
მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო, დარჩით ჩემთან და მიყურეთ ჩემს ვიდეოებს უყურეთ. წინ ძალიან საინტერესო და ბევრი კარგი ვიდეოები გველოდება. ვეცდები, რომ ძალიან საინტერესო და ბევრი კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ და რა ვიცი, მიყურეთ, იყავით ჩემთან, იხალისეთ ჩემთან ერთად, გაიგეთ საინტერესო პროდუქტებზე არის თუ არა ნამდვილად ღირს თუ არა შეძენა თუ არ ღირს თუ რა გემოაქვს თუ ასე შემდეგ და რა ვიცი, აბა გავაგრძელოთ. დღეისთვის ბოლო იოგურტი ეს იქნება ასეთი. აი, ასეთი იოგურტი. აბა გავხსნათ. მე ძალიან, რა ცოტა ასხია მეგობრებო. რაღაცა ისე პატარა ბოთლია და ახლა ესეთი ცოტა. იაფი რამდენად არ, აი სადღაც აი აქამდე არის, აი ხედავთ ალბათ. აი ბოთლი რამხელაა და იოგურტი სადასხია, ნახეთ. შეხედე, ეს არ არის კაი, ესეც მოტყუებაა, მაგრამ ნახოთ გემოზე იქნება კარგია. რა ვიცი მეგობრებო, ამასაც ძლიერი მარწუს გემო არა აქვს. მინდა გითხრათ. აქვს მომჟავო გემო. რძის გემო რა თქმა უნდა. საერთოდ სიტყვა ძალიან დაბალი. და რა ვიცი. მარწყვის გემოც ძალიან დაბალი. შეიძლება ბავშვებისთვის რომ ძალიან თხელი თან აი ნახეთ ალბათ ხედავთ, აი წყალივით არის რაღაცა. იოგურტი უფრო სასმელივით არის, აი ნატურალური წვენები როა სქელი ნატურალური წვენი უფრო მასეთია ვიდრე იოგურტი. აი როგორც წინა ის იყო იოგურტი, მასეთი. და ამას დღეს დაუწერ მე კაი იყოს 8 ქულა მარკეტინგისთვის და გემოსთვის. ძალიან ტკბილი არა. ასეთი ბავშვების იოგურტი ვისაც სურვილი აქვს შეიძინეთ. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ჩემი ფავორიტები არის დღეს ეს ორი, არ ვიცი, იოგურტი გინდათ და არ ქვით. აი ეს არის დღეს ჩემი ფავორიტები. ასეთი ლიმნის და მარწყვის გემოთი. რა თქმა უნდა, კაკაოს კარგი იყო, ესეც ძალიან გემრიელი იყო. და დღეისთვის სულ ეს იყო. აბა დაგემშვიდობებით დღეს. მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ დღეს გისურვებთ, ხალისიანს, კარგს, კარგი განწყობას. შეიძინეთ რაც თქვენ გულს ესიამოვნება და თუ რამე სურვილი გააქვთ აუცილებლად მომწერეთ, რამე კითხვები თუ გაქვთ დამისვით, თუ რამე იდეა მოგივათ თქვენს შეგიძლიათ რჩევაც მომცეთ, კიდევ რის სურვილი გექნებათ რომ დავაგემოვნოთ, შეგიძლიათ დამიწეროთ და რა ვიცი, აბა გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ, შემომიერთდეთ ქართველი მაყურებელით, შემომიერთდეს ძალიან დიდი სურვილი მაქვს როგორც ვიძახი და ძალიან გელოდებით ჩემ არხზე, ავიდეთ 1000 გამომწერზე, ვაჯობოთ ყველას. რა ვიცი, აბა შემომიერთდით, მიყვარხართ ძალიან დიდ პატივს გცემთ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ჩემთვის, ყველა ჩემი გამომწერი თითოეული თქვენგანი და რა ვიცი, თქვენთვის ყოველთვის საინტერესო და კარგ ვიდეოს გადავიღებ, ვეცდები ყოველთვის რომ ასეთი ლამაზი და კარგი ვიდეოები გამოგვივიდეს. აბა გემშვიდობებით. დროებით შეხვედრამდე ბედნიერ დღეს და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. კოცნით, მიყვარხართ თქვენი ლუსი, კარგად. Bye!